მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ბედნიერ დღეს გისურვებთ ყველას. დღეს მოვამზადოთ ძალიან გემრიელი соуსი კარტოფილით, ქათმით და სოკოთი. ვისაც გაინტერესებთ, დარჩით არხზე, უყურეთ ვიდეოს ბოლომდე და თან არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ. პირველ რიგში ხახვი დავჭრათ წვრილად, ხოლო სტაფილო დავჭრათ მრგვალად. დაჭრილი ხახვი და სტაფილო მოვშუშოთ ზეთში. სანამ ხახვი და სტაფილო იშუშება, დავჭრათ სოკო და ვაშლი. ვაშლი საოცრად გემრიელ გემოს აძლევს კერძს და თან ბუნებრივად ასქილებს соуსს. მოშუშულ ხახვს და სტაფილოს დავუმატოთ დაჭრილი სოკო. დავჭრათ ქათმის ფილე პატარა ნაჭრებად, ხოლო კარტოფილი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად. მოშუშულ ბოსტნეულს დავუმატოთ დაჭრილი ვაშლი, ხოლო ცოტა ხანში ჩავუმატოთ დაჭრილი ქათმის ხორცი.
ხორცი ცოტა რომ მოიშუშება, დავამატოთ კარტოფილი. დავასხა წყალი ისე რომ დაიფაროს წყლით. დავაფაროთ ხუფი და გავაგრძელოთ ხარშვა. ამასობაში დავჭრეთ წვრილად ქინძი და ნიორი. ხარშვის პროცესში ჩავამატოთ 2 ცალი დაფნის ფოთოლი და სუნელები, ნახევარი ჩაის კოზი ძირა, 1 ჩაის კოზი ზაფრანა და 2 ჩაის კოზი ხმელი ქინძი და ხმელი ქონდარი. ხორცი და კარტოფილი რომ მოიხარშება, დავუმატოთ მარილი და შავი პირპილი გემოვნებით. ვისაც გსურთ დავუმატეთ მწარე ძიძაკა. დავუმატოთ ასევე დაჭრილი ქინძი და ნიორი. კერძი მზადაა, შეგვიძლია ამოვიღოთ და მივირთოთ. აი ესეთი გამოვიდა ჩვენი მომზადებული соуსი. უგემრიელესი ძვირფასო მეკობრებო, აუცილებლად გაუკეთეთ ვაშლი, საოცრად კარგემოს და კონსისტენციას აძლევს კერძს. მომზადეთ და მივირთვით გემრიელად. დღეისათვის სულ ეს იყო. გმადლობთ რომ უყურებთ ჩემს არხს, თუ მოგწონთ გამოიწერეთ აუცილებლად რომ არ გამოგრჩეთ საინტერესო ვიდეოები. მე კი მომავალ ვიდეომდე საუკეთესო სრულიებით დაგემშვიდობებით. დროებით.